ეს ბათუმია, მარჯანიშვილის ქუჩა, ხელოვნების მუზეუმის უკან მანქანას გაუჩნდა ცეცხლი, გადაედო მეორე მანქანასაც, ეხა სახელმწიფო სამსახური მუშაობს, რომ ჩააქროს ცეცხლი, ხანძარი უკვე პრინციპში ლიკვიდირებულია. That's right. It's number ლის გამო გაჩნდა. უცებ გაჩნდა ეს ცეცხლი. ადგილობრივებისაა, ვინც აქ ცხოვრობს, თუ ვიცით, თუ ტურისტებისაა მანქანა. ხანძი არ უკვე ლიკვიდირებულია, მაგრამ პრინციპში დამწვარია ორი მანქანა, ჯერ გაუჩნდა ცეცხლი ერთ მანქანას და გადაედო მეორეს. Gadi tu ქალაქები, რა გაიყოლეთ პოლიცია. გადადი. მეხანძრე მაშულები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ დატოვონ შემთხვევის ადგილი, რადგანაც როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ არის უსაფრთხო. უკვე ცეცხლი აღარ უკიდია მანქანებს, მაგრამ როგორც ჩანს, ისევ საფრთხე შემცველი ადგილზე ყოფნა. აი ბალონი გამოიტანეს მეხანძრე მაშველებმა, რომელიც როგორც ჩანს მანქანაში იყო. აკვე საკმაოდ ბევრი მოქალაქეა, ვინც ხანძრის გამო გამოვიდა ქუჩაში. აი სკვერში, რომელიც ხელოვნების მუზეუმის გვერდით არის და ხელოვნების მუზეუმის უკან მარჯანიშვილის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ გაუჩნდა ცეცხლი მინივენს და ამ მანქანიდან შემდეგ გადავიდა ცეცხლი მეორე მსუბუქ მანქანაზე, რომელიც იქვე იდგა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე მაშველების ორი ბრიგადა. საკმაოდ ბევრი მოქალაქეა უკვე გარეთ, ვინც თვალს ადევნებს ამ პროცესს. Რა თქვენ ამ ხანძრის ჩაქრობის დროს დაშავდით? რა მოხდა ხო შეგიძლია თქვათ ლაივში ვარ? აგერ მევიდა სკოლი დააჩვენე. გეცავთ ვისი მანქანებია ხომ არ იცით? ანუ ვინც აქ ცხოვრობს მათია თუ ტურისტების არის? აგერ მევიდა
ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია ორივე ავტომანქანაში, თუმცა მეხანძრემაშველები მაინც მოუწოდებენ ადამიანებს, რომ დატოვონ შემთხვევის ადგილი და მოშორებით დადგნენ, რადგანაც როგორც ჩანს, ისევ არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. აქვე უკვე მუშაობენ პოლიციელები, მათ შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრეს სპეციალური ლენტებით. და როგორც ახლა მესმის გარკვეული მოქალაქეებისგან, ვისაც პოლიციელები ესაუბრებიან, ვისაც ესაუბრებიან, როგორც მესმის, არის საუბარი იმაზე, რომ გაზის ბალონმა ამ ავტომანქანაში გაჟონა და ამან გამოიწვია ხანძარი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, სულ რამდენიმე წუთის წინ გაუჩნდა ცეცხლი მინივენს, რომელიც ბათუმში ხელოვნების მუზეუმის უკან იდგა მარჯანიშვილის ქუჩაზე. ცეცხლი მოულოდნელად გაჩნდა, როგორც თვითმფლობელები ხვებიან, ხოლო შემდეგ ის გადაიდო მის გვერდით მდგომ ავტომანქანას და ორივე ავტომანქანა დაიწვა, როგორც თქვენ ახლა კადრში ხედავთ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მუშაობას განაგრძობენ ამ დროისთვის მეხანძრემაშველები, ასევე სამართალდამცველები, მათ შემოსაზღვრეს უკვე ადგილი სპეციალური ლენტით. და როგორც ჩანს დაიწყება საგამოძიებო მოქმედებებიც. ამ დროისთვის უცნობია რამ გამოიწვია კონკრეტულად ხანძარი, როგორც მე გავიგე რამდენიმე მოქალაქისგან, ცეცხლი სავარაუდოდ გამოიწვია გაზის ბალონმა, რომელიც მანქანაში იყო დამონტაჟებული ამ მინივენში, რომელთანაც ახლა მუშაობენ მეხანძრემაშველები. Вот почему я эти газовые баллоны так вот этот газ нельзя оставить. По мне, это он взорвался, он взорвался. Его вытащили и потушили. Ну и вторая машина загорелась. ადგილზეა სასწრაფო სამედიცინო სამსახურიც, როგორც ჩანს ეს ბიჭი, ვინც აღვნახეთ კადრში, გადახავთ. მან მიიღო გარკვეული დაზიანებები ამ ხანძრის შედეგად.
ასეთი მოცემულობა ეხლა აქ ბათუმში ხელოვნების მუზეუმის უკან მარჯანიშვილის ქუჩაზე ცეცხლი გაუჩნდა მინივენს, შემდეგ ხანძარი გადაიდო მის გვერდით თქომ ავტომანქანას, დაიწვა ორი ავტომანქანა, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა ადგილზე მუშაობას განაგრძობენ მეხანძრე მშველები. ეს ბათუმელების ლაივი იყო, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.